გამარჯობათ. დღეს უნდა განვიხილოთ თემა ფსიქოთერაპია და კუნთები. ფსიქიკა და კუნთები. და კიდევ ფსიქოსომატიკა და კუნთები. როდესაც ადამიანი იმყოფება ფსიქოემოციურად გაუწონასწორებულ მდგომარეობაში, იქიდან გამომდინარე, რომ თვითოულ ემოციას, თვითოულ ორგანოს ყავს თავისი ემოცია და აქედან გამომდინარე, რომელი ემოციაც არის მოჭარბებული, მოქმედებს ამა თუ იმ ორგანოზე და მე ორგანოდან უკვე რეაგირებს კუნთები. ანუ თუ ორგანოს უჭირს, კუნთები აუცილებლად დისფუნქციაშია, ძალა არ აქვს. ფსიქოთერაპევტები გვიმტკიცებენ და მართლებიც არიან იქიდან გამომდინარე, რომ ფსიქოსომატიკა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ბავშვობაში გადატანილი ტრაუმები და ასე შემდეგ, აღარ ჩამოვთვლი ბევრს, ეს ყველაფერი ჩვენს ფსიქიკაში აისახება და აქედან გამომდინარე, შემდეგ რეაგირებს დასრულ ასაკში. თუმცა ჩვენ აღმოვაჩინეთ ერთ საინტერესო შემთხვევა და მიზეზი ამ ყველაფრის, რაც მინდა გაგიზიაროთ. როდესაც ბავშვობაში ადამიანს რაღაც სტრესი აქვს გადატანილი, მშობლების მხრიდან, სკოლაში, საბავშვო ბაღში არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც სამშობიარო ტრაუმა, აქედან გამომდინარე ჩვენი სხეული ყველაფერს იმახსოვრებს, მაგრამ ამისი ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემა ჩამოკიდებულია ფსიქოემოციაზე. ანუ, როდესაც ადამიანს ეშინია, კუნთები რეაგირებს შესაბამისად, როდესაც ადამიანს უხარია, შესაბამისად რეაგირებს კუნთები. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში, რომ ადამიანი გავანთავისუფლოთ? ჩემი სუბიექტური აზრია და პრაქტიკიდან გამომდინარე, რასაც ვაკვირდები, ასე ხდება, როდესაც გვეშინია ორგანიზმი, ინგრევა, კუნთები ტონუსი აღარ არის, კორტიზოლი იწევს მაღლა. ეს პაციენტი ახლა ვინც გვიზის ქალბატონი ქეთევანი ამ შემთხვევაში უღონო მდგომარეობაში იმყოფება, თუ კი დავტესტავთ ასე, მას ხელებში ძალა არ აქვს. დახარეთ თავი, დააწექით. არც ერთი კუნთი არ მუშაობს. საკმარისია ვახსენოთ სიტყვა კორტიზოლი, ესევე ძლიერდება მისი კუნთები, რაც იმის დამადასტურებელია, დახარეთ თავი, რომ კორტიზოლი მის სხეულში მაღალ დონეზე იმყოფება, მაგრამ თუ ორმაგ სტიმულაციას განვახორციელებთ სკლერატომზე, ძალა იკარგება და ეს ნიშნავს, რომ მისი მთავარი მიზეზი კორტიზოლი არ არის. კორტიზოლის წარმოქმნასაც თავისი მიზეზი აქვს და უნდა განვიხილოთ, ვიპოვოთ ის მიზეზი, რომელიც ამ მდგომარეობას გამოგვისწორებს. ესე იგი, შიში არ უნდა გრძელდებოდეს 24 საათი, არ უნდა გრძელდებოდეს 48 საათი, როცა თვითონ შიშის პროცესი იყო 5 წუთიანი. რაღაცაზე შეხტა ადამიანი შეეშინდა და ეს არ უნდა გრძელდებოდეს 1 კვირა და 2 კვირა და 1 წელი მით უმეტეს. გაამაგრეთ კორტიზოლი. ფსიქოემოცია. გაამაგრეთ. ამაზეც ძლიერდება კუნთი. აქედან გამომდინარე ორმაგ სტიმულაციაზე თუ გამიმაგრა ისევ და არ გამიმაგრა, ეს იმას ნიშნავს, რომ ფსიქოემოციაც მეორადია. მაშინ რა არის პირველადი? თქვენ როგორ ფიქრობთ? კარგი. ადამიანს ცხოვრებაში უნდა უხაროდეს კიდეც, უნდა ეშეიოს და უარყოფითი ემოციები, რადგან განგებამ დააწესა, რომ ასე უნდა იყოს ჩვენ სხეულში, ესენი საჭიროა. შესაბამის სიტუაციაში წარმოსაქმნელად, მაგრამ ისინი არ უნდა გვანგრევდეს. ამისთვის ჩვენ ვიპოვეთ ადვილი და მარტივი საშუალება, რომელიც სულ რაღაც 10 წუთიან პროცედურას მოიცავს, ეს არის ჭიპი. ადრე მithქვავს ბევრჯერ, რომ ჭიპი პირველი ორგანოა, რომელიც ჩვენს ორგანიზმში იქმნება და როგორც კი ჭიპს მივცემ ენერგიას და ორმაგ სტიმულაციას მივცემ, არაფერი აღარ იცვლება. ამიტომ უნდა განვავითაროთ ახლა ჩვენ ის სიტუაცია, რომ პერიფერიული ნერვული სისტემა და ცენტრალური ნერვული სისტემა ჩამოხსნათ ემოციებს. გაამაგრეთ. ეს იქნება მიზეზი, სტრუქტურა, ბიოქიმია, ემოცია. ანუ პირველადი მაინც ემოციური წარმოშობა იყო
და ეს იყო იმედგაცრუება. ეს არის ფუნქციური პრობლემა? არა. ეს არის ორგანული პრობლემა? არა. ეს არის ნევროლოგიური პრობლემა და რაც მთავარია, ყველას ინდივიდუალური აქვს ეს მიდგომა. ვინაიდან და რადგანაც იმედგაცრუება კადრში გამოჩნდება ეს წერტილი აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის ნაღლის ბუშტის მერიდიანი და იქიდან გამომდინარე რომ ეს არის ბუშტის მერიდიანის კეთილდღეობაზე, რომელიც ინერვაციისა ენერგიით ამდიდრებს ნაღლის ბუშტს და ნევროლოგიური რახან არის გულმკერდის მეოთხე მალას აქვს პრობლემა. ეს არის სუბლუქსაცია, ქვეამოვარდნა, ფიქსაცია. ფიქსაცია ნიშნავს, რომ ეს მალა დაბლოკილია და თავის მოძრაობა აქვს შეზღუდული, იქიდან გამომდინარე, რომ ნექტაშუა კუნთებში არის დაჭიმულობა, რაც იწვევს ნეკნზე ნექტაშუა ნერვის კომპრესიას. ბიოქიმია, ემოცია, ენერგია და ეს არის შარდის ბუშტის მერიდიანი. ანუ გადაგვაგდოს სტიქიებში, რაც იმას ნიშნავს, რომ წყლის სტიქია არის სუსტი ამ ორგანიზმში და ამისთვის გვჭირდება ჰაერის სტიქია. ეს არის ფილტვის მერიდიანები და მათი გასასწორებელი სიხშირეა 2287 გერცი. ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, ამას ტვინი გაანალიზებს, გაასწორებს ყველაფერს და ფსიქოსომატიკა ამ შემთხვევაში აღარ მოახდენს რეაგირებას ნერვულ სისტემაზე. ვეღარ მოახდენს, იმიტომ რომ ნერვული სისტემა მიიღებს ავტონომიას. თუმცა ეს დიდად რომ არ გაგვიგრძელდეს, აქ ბევრი პრობლემები იქნება, კიდევ უფრო სწორედ ბევრი მიზეზები იქნება და აქედან გამომდინარე მე აქ შევწყვეტ ახლა კადრში მუშაობას და დაგიბრუნდებით ბოლო მომენტში, როცა გაჩვენებთ, რომ უკვე აქ აღარაფერი პრობლემა აღარ არის, არც კორტიზოლის თვალსაზრისით და არც ფსიქოსომატური თვალსაზრისით. დამელოდეთ, ახლავე დავბრუნდებით. ანუ ნახეთ მიზეზები დაახლოებით 14 მიზეზი იყო იმისი, რომ ფსიქოემოციაზე რეაგირებდა პერიფერიული ნერვული სისტემა, ეს გავასწორეთ და ადამიანს დაუბრუნდა ხელში ძალა და რეაქცია კორტიზოლზე ნულია, ფსიქოემოციაზე ნულია. ასეთ შემთხვევაში ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ დაუბრუნდება რასაკვირველი ამ მდგომარეობას, მაგრამ 14 მიზეზი და ერთი მიზეზი განსხვავდება. ამიტომ გვესტუმრეთ და გაგანთავისუფლებთ ასეთი მდგომარეობებისგან. კარგად ბრძანდებოდეთ.